ილია თოფურია შეიძლება შეხვდეს ჩარლზ ოლივერას. ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ თუ ეს მოხდა, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მეტოქეს, მის ბიოგრაფიას და ბრძოლის სტილს. ის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად ითვლება, თან მით უმეტეს ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური ისტორია აქვს ჩარლზ ოლივერას, ასევე მას ეკუთვნის რეკორდები საბმიშენებში, ყველაზე მეტი ფინიში UFC-ის ისტორიაში მას აქვს მოპოვებული და ასევე ყველაზე მეტი ბონუსი მას აქვს მოპოვებული. გაიცანით, ჩარლზ დუ ბრონქს ოლივერა. ჩარლზ დუ ბრონქს ოლივერა დაიბადა 1999 წელს ქალაქ გუარუჯუში. ეს სან-პაულოსთან ახლოს მდებარე ქალაქია. ეს ქალაქი იყოფა ორ ნაწილად. ერთი მხარე ზღვისპირა საკურორტო ზონაა, სადაც ცხოვრობს შეძლებული ხალხი, მეორე მხარე კი ფაველები, სადაც არალეგალურად აშენებულ ქოხების ტიპის სახლებში ცხოვრობს ქალაქის გაჭირვებული ფენა. სწორედ ამ ფაველებში დაიბადა და გაიზარდა ჩარლზ ოლივერა. ის უაღრესად გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი მუშაობდა ცხოველთა სასაკლაოზე, დედა კი სკოლაში დამლაგებლად. ოლივერა ბავშვობიდან უყურებდა ძალადობას საკუთარი თვალით. უბანში, სადაც ის გაიზარდა, სულ არეულობა იყო. დღისით, მზისით ქუჩაში შეიარაღებული შეტაკებები იმართებოდა ბანდებს შორის. მთავრობა პოლიციელებს იარაღიდან სროლას კი არ ასწავლიდა, არამედ ასწავლიდა მკვლელობას, რადგან თუ მან თანამშრომელს არ შეეძლო ადამიანის მოკლა, ხშირ შემთხვევაში პოლიციელი თვითონ ხდებოდა მსხვერპლი. ჩარლზ მომავლის ორი ვარიანტი ჰქონდა. პირველი, მთელი ცხოვრება ფიზიკურად უნდა ემუშავა იმის გულისთვის, რომ შიერი არ დარჩენილიყო და მეორე, ის უნდა გაწევრიანებულიყო რომელიმე კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომლის ბოლოც იყო სიკვდილი ან ყველაზე უკეთეს ვარიანტში ციხე. მე ავირჩიე მესამე ვარიანტი. მე ავირჩიე ფეხბურთი. ისეთი მოტივირებული ვიყავი, რომ დილიდან ღამემდე ვარჯიშობდი. ძირითადად ასვალზე ქუჩაში თამაშობდი ფეხბურთს, რის გამოც სულ გასისხლიანებული მოვდიოდი ხოლმე სახში. მაგრამ მე ვიყავი ბედნიერი. ჩემი მიზანი მქონდა, რეალური მიზანი. ყველაზე დიდი საშინელება ბავშვისთვის ის არის, როდესაც 8 წლის ასაკში მას ეუბნებიან, რომ შენი ოცნებები არ ახდება, იმიტომ რომ შენ ავადმყოფი ხარ. 8 წლის ასაკში ოლივერა ხვდება ავადმყოფოში, ვინაიდან მას აღმოაჩნდა გულის პრობლემები, ამას დამატებული რევმატოიდული ართრიტი, რომელმაც ფეხი დაუზიანა და ის ვერ დადიოდა. 2 წლის განმავლობაში ის ავადმყოფოში იმყოფებოდა, წარმოიდგინეთ ბავშვისთვის ეს რამხელა დარტყმა არის. 2 წლის განმავლობაში მე კლინიკაში სულ მარტო ვიწექი. დედა მოდიოდა საღამოს იატაკზე ჩემს გვერდით ჩლიდა ლეიბს, ლოცულობდა, იძინებდა და დილის 5 საათზე მიდიოდა ისევ სამსახურში. როცა ის მიდიოდა, მე ხშირად ვტიროდი და მე იმის გამო კი არ ვტიროდი, რომ რამე მაკლდა ან რამე მტყიოდა. არა, ვტიროდი დედა ჩემის გამო, არ მინდა ამის გახსენება. 2 წლის ასეთი მძიმე ცხოვრების შემდეგ სკოლის დირექტორი, სადაც მუშაობდა დედამისი დამლაგებლად, აფინანსებს ჩარლზ ოლივერას გადაყვანას უფრო სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც კურნალობის შედეგად ოლივერას აყენებენ ფეხზე. მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარდა. მას ყოველ 2 კვირაში ერთხელ უწევდა მისვლა ამ კლინიკაში, სადაც მას გაუკეთებდნენ ანთებით საწინააღმდეგო ნემსებს, რაღაცა პრეპარატებს და თან ექიმები ამბობდნენ, რომ ეს უნდა გაგრძელდეს მთელი ცხოვრება. ყველა ამინდის სვლაზე მაგრად ტკიოდა სახსრები, მაგრამ რას დავეძებდი? მე ბედნიერი ვიყავი, რადგან სიარული შემეძლო. ჩვენი ოჯახის მეგობარმა პაოლომ შემომთავაზა გავყოლოდი მას თავის ძმაკაცთან ჯიუ-ჯიტსუს დარბაზში. მე მაშინ 12 წლის ვიყავი. იქ ისეთი კარგი გარემო იყო, ყველა ერთმანეთს ესალმებოდა, ერთმანეთს პატივისცემით ექცეოდნენ. მე იქ როგორც ოჯახის წევრი მიმიღეს და ეს ყველაფერი პაოლოს დამსახურებით. დღემდე ის ძალიან მაგრად მიყვარს და მისი მადლიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ ის ამაყობს ჩემით. პაოლომ სამწუხაროდ ვერ ნახა ოლივერას ეს დიდი წარმატება, ის ქუჩაში დახვრიტეს. დღემდე იხსენებს ხოლმე ოლივერა მას და ყველა ბრძოლას და გამარჯვებას მას უძღვნის ხოლმე. ერთი სიტყვით ორთვიანი მზადების შემდეგ ოლივერა იგებს თავის პირველ შეჯიბრს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგისთვის და მერე ესე პატარა ტურნირებზე გამოდის და იგებს ჯიუ-ჯიტსუში შეჯიბრებს. იცით, ერთხელ ეკლესიაში გავიგე, რომ თუ ადამიანი რაღაცას გულით დაიჯერებს, ის აუცილებლად ახდება. მე აღარ მინდოდა ამ წამლების მიღება მთელი ცხოვრება. მე მინდოდა ყოფილიყავი როგორც ყველა და ამიტომ მე აღარ წავედი გეგმიურ ინიექციაზე. და მართლაც ოლივერამ დაიკიდა ეს ინიექციები, აღარ იკეთებდა ცოცხალი თავი, დედამისი ძალიან მაგრად ნერვიულობდა, ეხვეწებოდა ექიმთან მისვლას, ის არ მიდიოდა და ბოლოს როგორღაც იქნა და დაითანხმა ოლივერას წაყვანა ავადმყოფოში, მიიყვანეს ავადმყოფოში, შეამოწმეს და ექიმები შოკში იყვნენ. ბავშვი მართლაც სრულიად გამოჯანმრთელებული იყო. ძალიან პატარა სახლში ვცხოვრობდით მე,
ჩემი ძმა, მამა და დედა. მე და ჩემი ძმა შივრები არასოდეს ყოფილვართ. მამა ჩემი ყოველთვის იძახდა, რომ ის ნაჭამია, მაგრამ მე ვიცოდი ის მშიერია. ის მარტო მაშინ ჭამდა, როცა ხედავდა ჩემ ძმას და მე დანაყრებულებს. აი ამიტომ ვიბრძვი მე. ამიტომ მზად ვარ, ან მოვკვდე, ან გავიმარჯო რინგზე. ღმერთმა აღარასდროს აღარ მანახოს ჩემი მშობლები მშივრები. ჩარლზმა ბევრი ტურნირი მოიგო ჯიუ-ჯიტსუში და ამ ვარჯიშებს დაამატა MMA-ის ვარჯიშები და ისაც იმისათვის, რომ გამძლეობა მომატებოდა მას. მოკლედ, სანამ მისი თანატოლები ტრაბახობდნენ თუ ვინ რამდენი ადამიანი მოკლა, ჩარლზ ოლივერა ნელ-ნელა, მაგრამ ქმნიდა თავის აი ამ უდიდეს მომავალს. მე 35 ადამიანი მყავს მოკლული, მაგრამ არიან ბიჭები, რომლებმაც მე მაჯობეს, თან ბევრად მაჯობეს. ძალიან რომ არ გამიგზელდეს ვიდეო, გეტყვით, რომ ოლივერამ პროფესიონალურ MMA-ში 2008 წელს 18 წლის ასაკში შეადგა ფეხი. პირველივე დღესვე, ანუ ერთ დღეში 3 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 3-ვე მოიგო, 2 ნოკაუტი იყო და ასევე 1 საბმიშენი. მან საერთო ჯამში 18 წლიდან 20 წლამდე ჩაატარა 12 ბრძოლა, საიდანაც 11 ბრძოლა ფინიშით მოიპოვა. ანუ 5 ნოკაუტი იყო და 6 საბმიშენი. და ესეთი მაგარი პორტფოლიოთი შევიდა UFC-ში 20 წლის ასაკში. 20 წლის ასაკში მე მხოლოდ ჯონ ჯონსი მახსენდება, რომელმაც დაიწყო მოღვაწეობა UFC-ში. 2001 წელს ხელი მოვაწერე UFC-სთან კონტრაქტს. მამა ჩემმა დამისვა და მითხრა, ჩვენი ოცნება ახდაო. აწი მხოლოდ შენ ხარო ჩვენი იმედიო. ამ სიტყვების მერე მე გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა დამიჯდეს, მე უნდა გავხდე ჩემპიონი. ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა. ოლივერას ზედმეტი სახელი დუ ბრონქსი შეარქვეს, ანუ ბრონქსიდან. და ბრონქსი ყველამ იცით, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური და ღარიბი უბანი არის და რახან ესეთი ღარიბი ყვავილებიდან იყო, მასაც ეს სახელი შეარქვეს, მაგრამ კრიმინალთან არაფერს შუაში არ არის, იმიტომ რომ ჩარლზ ოლივერა ძალიან კეთილი ადამიანი იყო რა, ანუ უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ქველმოქმედებას ეწეოდა და აი ტრეშტოკი ხო ძალიან პოპულარულია UFC-ში. ტრეშტოკით ის არასდროს არ იყო დაკავებული დღემდე. პირიქით, როცა ადიოდა ოქტაგონში ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ესალმებოდა თავის მოწინააღმდეგეს, ესე პატივისცემით დაუვლიდა ხოლმე თავის კუთხეში, ვინებიც იყვნენ ტრენერები და მაყურებლები, იმათაც მიესალმებოდა და მერე იწყებდა ხოლმე ბრძოლას. და 2010 წელს 20 წლის ოლივერა თავის სადებიუტო ბრძოლას ატარებს დარინ ელკინსთან. გამოცდილი მებრძოლი, რომელსაც 12 ბრძოლა ჰქონდა საერთო ჯამში ჩატარებული პროფესიონალურ MMA-ში, საიდანაც 11 ჰქონდა მოგებული. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო მისი ჩხუბი UFC-ში 44 წამში დასრულდა, სადაც მან 44 წამში დაანოკაუტა თავისი მოწინააღმდეგე. ბრძოლის პირველივე წამებზე ამერიკელმა ეფექტურად დააგდო ბრაზილიელი ძირს, მაგრამ ოლივერამ მოახერხა, შეუკრა ძალიან მაგრად ფეხები კისერზე და ულამაზესი არმბარი გაუჭიმა და 41 წამში მოუგო ეს ბრძოლა. ეს პირველი დებიუტი იყო და პირველივე დებიუტზე მან თავისი ბონუსი გააფორმა. ძირითადად ბონუსები $50,000 არის და არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, თუ ძალიან სასწაული რაღაცა მოხდა, $100,000 აძლევ. მაგრამ ასევე ოლივერამ UFC-ში ბონუსების რეკორდიც მოხსნა. თუ არ ვწდები, 20 ბონუსი აქვს მას გამომუშავებული მთელი თავის კარიერის განმავლობაში. ამავე 2010 წელს ბრონქსი ხვდება ეფრაინ ესკუდეროს, რომელიც იყო Ultimate Fighter-ის გამარჯვებული და UFC-ში მოდიოდა 3 ბრძოლით, საიდანაც 2 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. მოკლედ ამ ბრძოლაში ეფრაიმი ძალიან კაი მოჭიდავე იყო, ამიტომ ეს ბრძოლა 3 რაუნდი გაგრძელდა. პირველ 2 რაუნდში ოლივერამ გვაჩვენა, რომ ძალიან კარგად ბრძოლობს როგორც დგომში, კარგადაც იქნევდა ფეხებს, კლინჩი ძალიან მაგრად მუშაობდა მუხლით და ჯებებითაც ძალიან კარგად იკმინებოდა. ეს 2 რაუნდი მან თავის სასარგებლოდ დაასრულა. მესამე რაუნდში ოლივერას სეკუნდანტმა იქ კუთხეში რაღაცა ყურში უთხრა და ის შევარდა საჩხუბრად და პირველივე რაც გააკეთა, კვერცხებში ამოვარტყა თავის მოწინააღმდეგეს. მერე ის მოწინააღმდეგე მოფერიანდა თუ არა და რევანში აუღო და კვერცხებში ამოვარტყა ეხლა ამას. ცოტა ხანი აზე მოდიოდა ბრონქსი, ცოტათი მოფერიანდა, შევარდა და ეგრევე ჩანთასავით აეკიდა ზურგიდან, გველივით მოეხვია კისერზე და თავისი მოწინააღმდეგე მდგომიარე დაახრჩო და აფინიშა და რა თქმა უნდა კიდევ ერთი ბონუსი გაიფორმა.
იგივე 2000 წელს ოლივერა ხვდება მილერს, რომელზეც ძალიან მაგრად დომინირებს. ერთი მომენტი კინაღამ დაარჩო კიდევაც, მაგრამ მილერი ახერხებს გამოძრომას და უკეთებს ტკივნეულს ქუსლზე და იგებს ამ შეხვედრას. ეს იყო პირველი მარცხი ოლივერასი. თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ რევანშზე მერე კიდე შეხვდებიან ეს მებრძოლები და რას უზავს ოლივერა მას, ამაზე მერე მოგიყვებით. Big shot to the body. Jim's got a leg on it. It's over. It's stunning. Jim Miller submits Charles Oliveira. 2011 წელს ოლივერა ხვდება ნიკ ლენს, რომელიც მოდიოდა 4-0 გამარჯვებით. მოკლედ პირველ რაუნდში ოლივერამ გაანადგურა თავისი ოპონენტი, ის უკეთესი იყო ყველა სართულზე, როგორც დგომში, ასევე პარტერში. პირველი რაუნდი მან ისე მოიგო, რომ უყურებდი ამ ბრძოლას, მეგონა რომ უეჭველი გაითიშებოდა თავისი ოპონენტი, მაგრამ მაგ ბიჭმა ნიკ ლენსმა გაუძლო ამ თავდასხმას და მეორე რაუნდშიც გამოვიდა. მეორე რაუნდში ოლივერამ უკვე მუხლით აკრძალული ილეთი გააკეთა, მუხზე მდგომიარე ადამიანის სახეში ჩაარტყა მუხლი, მაგრამ საჭმა ეს მომენტი ვერ დაინახა და აღარ გააჩერა ეს ბრძოლა გაგრძელდა, ოლივერამ თავისი მოწინააღმდეგე დაახრჩო და აი რო გამოვიდნენ მერე მებრძოლები დაჯილდოებაზე, მან უკვე ბოდიში მოუხადა თვითონ თავის ოპონენტს, მიხვდა რას გააკეთა და მისცა სიტყვა, რომ აუცილებლად რევანშის უფლებას მისცემს მას და UFC-მ კიდევ ეს ბრძოლა საერთოდ გააუქმა. 2011 წელს დუბრონქსი ხვდება დონალდ სერონეს. სერონეს ჰქონდა 12 ბრძოლა ჩატარებული UFC-ში, საიდანაც 3 ბრძოლა ჰქონდა სატიტულო. მართალია სამივე ბრძოლა მან წააგო, მაგრამ სატიტულო ბრძოლები ჰქონდა ადამიანს. მისი ზედმეტი სახელი იყო კოუბოი და ის იყო ცნობილი ძალიან აგრესიული ჩხუბით. რაუნდის დასაწყისში სერონემ ამოარტყა უადგილო ადგილას დუბრონქს მაგრად ეთკინა, მაგრამ მოფერიანდა და შევარდა მაინც, თუმცა კოუბოი უფრო უკეთესი იყო, წააქცია ის და დააფინიშა. ეს იყო ოლივერას მეორე მარცხი თავის ისტორიაში. ორი მარცხის და ერთი გაუქმებული ბრძოლის მერე ოლივერამ გადაწყვიტა წონის დაკლება და 66 კილოგრამში ხვდება ერიკ ვისლის. ეს ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, იმიტომ რომ უნიკალური ილეთით მოიგო, მტკივნეული ფეხზე გაუკეთა თავის ოპონენტს ოლივერამ. ეს იყო აი ულამაზეს, ეს ვიდეოზე უნდა ნახოთ თქვენ თვითონ და რა თქმა უნდა მოიპოვა თავისი ბონუსი და შავი ქამარი ჯიუ-ჯიტსუში გადასცეს ზუსტად ამ ბრძოლაში ოლივერას. Is a little bit further down the crotch. He's out of it, but he's got to be careful because Oliveira's going to take his back. Man, nice transition to get it out. Oh, wow. He had his leg locked in a terrible position there. He was forced to tap just from taking his back. Look, that's a very rare situation, but let's take a look at it again because it's a beautiful technique. 4 თვეში ოლივერა ხვდება Ultimate Fighter-ში გამარჯვებულ ჯონათან ბრუკს. პირველ რაუნდს აი ტოტალური დომინაცია იყო ოლივერას მხრიდან და აი მეორე რაუნდში რაუარდს ბონუს შეეფერება, ისეთი საბმიშენი გაუფორმა. Modified guillotine. I'm not sure. I can't get the angle on it if it's up on the neck, but it looks pretty tight here, John. Yep. And there's the tap. Charles Oliveira, yet another finish in the UFC. That's all he needs. One mistake, and that's it. Oliveira. Beautiful stuff from Oliveira. Just aggressive, pressuring style from Oliveira. და აი კიდევ ერთი წაგების სერია 2012 წელს, სადაც ჩარლზ ოლივერა შეხვდა კაპ სვონსონს. კაპ სვონსონმა ის დაანოკაუტა იმის მიუხედავად, რომ ოლივერამ მაგ ბრძოლაზე ვერ ჩააბარა წონა, მაგრამ UFC მაინც გაუკეთა დაშვება ჩაეტარებინა ეს ბრძოლა. 2013 წელს ჩარლზ ოლივერა მსაჯების გადაწყვეტილებით კიდევ ერთ ბრძოლას აგებს 66 კილოგრამში და აქაც მან ჩააბარა წონა, მაგრამ ძალიან მაგრად გაუჭირდა. მოკლედ ეს წონა არ იყო რა, მაგის 66 კილოგრამი მაგისი არ იყო, მან უამრავ ჯერ ვერ ჩააბარა ეს წონა და სულ წვალობდა ესე. 2014 წელს დუბრონქსი ატარებს ბრძოლა ედი ოგლთან, რომელსაც მესამე რაუნდში ულამაზესი საბმიშენით უგებს და კიდევ ერთ ბონუსს იღებს თავის ბიუჯეტში. That's very tight now. That's it. There's the tap. Charles Oliveira, yet another submission win inside the octagon. The long legs of Charles Oliveira with a beautiful triangle choke. 4 თვეში ოლივერას კიდევ ერთი ბონუსი ელოდება ჰაცუ ჰიოკოსთან, რომელიც მან ეცადა მთელი პირველი რაუნდი დაეხრჩო. ეს პირველ რაუნდში არ გამოვიდა, მაგრამ აი მეორე რაუნდში უკვე თავისი მსხვერპლი მან დაახრჩო. That doors again and again. Now sitting to guard. Trying to lock it up here. Kind of a modified Peruvian choke here, and he's got And it. it's all over. Charles Oliveira, the first to submit. Hatsuhioki. What a beautiful submission from Charles Oliveira.
წელს UFC აორგანიზებს სარევანშო ბრძოლას ოლივერას და ნიკ ლენს შორის. სწორედ ის ნიკ ლენსი, რომელსაც ოლივერამ არალეგალური მუხლით მოუგო, მაგრამ ოლივერამ კიდე ჩააგდო თავისი აწონვებით. თან ისე ჩააგდო, რომ აწონვებზე ცუდად გახდა და ეს ბრძოლა კიდევ გააუქმეს. სამ თვეში ოლივერა როგორღაც ახერხებს და 66 კილოგრამში ჯდება და ამ დივიზიონის მე-10 ნომერს ხვდება ჯერემი სტეფანს. ეს თანაბარი ბრძოლა იყო 3 რაუნდის გადაწყვეტილებით, მაგრამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, იმის გამო რომ პარტერში უფრო მაგარი იყო ოლივერა, აძლევენ გამარჯვებას დუბრონკს. 2015 წელს ოლივერა უკვე რეიტინგში მე-9 ადგილზე არის და მერვე ადგილზე მაგ მომენტისათვის იყო ნიკ ლენსი. სწორედ ის ნიკ ლენსი, რომელთანაც რევანში უნდა ჩატარებულიყო და როგორღაც შეხვდნენ ეს მებრძოლები. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო პირველ რაუნდში ოლივერა აი ორი თავით უფრო მაგარი იყო და პირველი რაუნდი მან ერთი სიტყვით ძალიან მაგრად მოიგო. მეორე რაუნდში ნიკ ლენსი უფრო უკეთესი იყო, იმიტომ რომ პარტერში უფრო დიდხანს აკონტროლებდა და მესამე რაუნდში ბრაზილიურ ანაკონდამ თავისი გააკეთა და დაახრჩა თავისი მეტოქე და კიდევ ერთი ბონუსი. Here's where he's got Ed's tight. That is, he's on around the back of the head. Nick Lenz could go out here. That's extremely tight. Wow, Oliveira incredible. staying committed to the submission here. You can see the agony on the face. That's it. Charles Oliveira closes the rivalry with a huge submission win here. ოლივერა რეიტინგში უკვე მე-7 ადგილზე იყო. მე-5 ადგილს იკავებდა მაქს ჰოლოვეი, რომელიც მოდიოდა 6 გამარჯვებით ზედიზედ. ეს 66 კილოგრამში, რა თქმა უნდა, და ეს მებრძოლები 2015 წელს შეხვდნენ. ეს ძალიან მაგარი ბრძოლა იყო უშემატკივრებისთვის, იმიტომ რომ ყველა ელოდებოდა, მაგრამ ეს ბრძოლა ძალიან ცუდად დამთავრდა, იმიტომ რომ პირველივე წამებზე ოლივერა შევარდა ტეიქდაუნის მცდელობით და არ გამოვიდა, რაღაც ცუდად დაეჯახა და საკლაპავი მილი დაიზიანა. ეს ბრძოლა ჩაეთვალა მაქს ჰოლოვეის და დუბრონკსი კიდევ პირდაპირ სამართლოფოში გააქანეს. ამავე წელს ოლივერა მაილზ ჯურის ხვდება, სადაც კიდევ ვერ აბარებს ამ წონას, მაგრამ ადმინისტრაციამ კი ბატონო იჩხუბეთო და ამ ბრძოლაში ოლივერა კიდე ეფექტურად იგებს, დგომიარეთ აღჭობს თავის მეტოქეს. His feet, but he's got a guillotine here. He's got to make sure that Oliveira doesn't connect his hands together. Oliveira pummeling that right hand under, looking to connect the hands. He's got the hands connected. Now he's hanging on the neck. Jury's in all sorts of trouble. It's over. Charles Oliveira by submission. Beautiful job by Charles Oliveira, and that's what we're talking about, Mike, how crafty he is, how sneaky and technical his jiu-jitsu is. Very, very high-level stuff. He has now finished 19. Conor, não fica feliz com a coisa que não é sua. Eu tô chegando pra levar o título pro Brasil. რამოდენიმე კვირით ადრე კი კონორ მაკგრეგორი შეხვდა ჟოზე ალდოს და წამებში გათიშა ის. დუბრონკსმა ჩაიგდო ეს მომენტი ხელში და ეგრევე გამოიწვია სცენა რომ მოდიო შევხვდეთ, მაგრამ ეს გამოწვევა სერიოზულად არავინ არ აღიქვა, იმიტომ რომ ჩარლზ ოლივერა მე-6 ადგილზე იყო და თან წონის პრობლემა ჰქონდა სულ ყოველთვის. შენ კიდევ დაასტოპე ეს ვიდეო და დაწერე თუ მოხდებოდა ეს შეხვედრა, რომელი მოიგებდა ოლივერა თუ მაკგრეგორი. 2016 წელს ჩარლზ ოლივერა ხვდება ენტონი პეტის 66 კილოგრამში. ენტონი პეტისი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი იყო 70 კილოგრამში, 3-ჯერ გახდა UFC-ის ჩემპიონი და ბოლო 3 ბრძოლა მან წააგო და იფიქრა მოდიო შევცვლიო ამ წონით კატეგორიას და გადმოვიდა 66 კილოგრამში. ეს 3 რაუნდიანი კაი ბრძოლა იყო, სადაც პეტისმა გაიმარჯვა და რაუნდის ბოლოს მან გელიოტინა გაუჭიმა ჩარლზ ოლივერას. ამავე წელს ჩარლზ ოლივერამ კიდევ ერთი ბრძოლა წააგო, კიდევ გელიოტინით რიკარდო ლამასთან და ამ შემთხვევაშიც ვერ ჩააბარა წონა, მაგრამ UFC-მ მიუშვა. მართალია 3 კვირით ადრე მიიღო გამოწვევა, მაგრამ მაინც წონას ვერ აბარებდა და ბოლოს UFC-ის ხელში ამოვიდა და უთხრა რა ბოლო ან 70 კილოგრამში გამოდიხარო, ან საერთოდ კარგად იყავიო. ოლივერა მაგ მომენტისათვის ყველა რეიტინგიდან იყო ამოვარდნილი და საერთოდ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ბრაზილიელი გახდებოდა ოდესღაც UFC-ის ჩემპიონი და 70 კილოგრამში ის ხვდება ვილ ბრუკს, ყოფილი ბელატორის ჩემპიონს, სხვათა შორის მაგ ჩემპიონმა ორჯერ ჩენდლერსაც მოუგო. დუბრონკსმა პირველივე რაუნდში ულამაზესად დაახრჩა თავისი მოწინააღმდეგე და დაამტკიცა, რომ 70 კილო მაგისთვის ძალიან კომფორტული წონაა. This is intense. Will has barely stayed conscious here. He's tapped out. That's it. We got outstanding. 2017 წელს ოლივერა ისევ მოულოდნელად 3 კვირით ადრე იღებს გამოწვევას და კიდევ ერთხელ აგებს, მაგრამ ამ წელს მას უჩნდება შვილი.
და მისი ცხოვრება და სპორტული მომავალი და კარიერა რადიკალურად იცვლება. როდესაც შვილი გამიჩნდა, მე თითქოს გავცოცხლდი. მე ყოველთვის ვყავდა ხალხი, ვის გულისთვისაც ვიბრძოდი, მაგრამ ჩემმა შვილმა ეს мотиваცია ერთ წამში გამიორმაგა. მე დამირეკეს UFC-დან და მითხრე, სადღეში ბრძოლა გაქვსო, მიიღებო ამ გამოწვევასო? მეთქი, რა თქმა უნდა. 2018 წელს ჩიკაგოში დუ ბრონქსი ხვდება გლეიდ გუიდას, გაბედნიერებული და მოტივირებული შევარდა რინგზე და პირველივე რაუნდში უმაგრესად დაახრჩა თავისი ოპონენტი და გამოვიდა სცენაზე და UFC-ს მოთხოვა, რომ გეხვეწებითო 66 კილოგრამში გადამიყვანეთო, რაზეც UFC-მ უთხრა, გაჩერდიო 70 კილო შენი არისო და დატოვეს ისევ ამ ზონაში. There's the tap. Charles Oliveira by submission. That's got a familiar tone. Hey Sean, please, my other fighter in São Paulo, 146. Thank you. ამავე წელს ოლივერა სამშობლოში სან-პაულოში ხვდება ქრისტეს დიაგოს, რომელსაც მეორე რაუნდში ახრჩობს. ეს იყო თუ არ ვცდებით მაგისი მე-12 ბონუსი, ასევე მაგ შეჯიბზე მან საბმიშენების რეკორდი მოხსნა და კიდევ ერთხელ გამოვიდა და UFC-ს გამოცხადა, რომ გეხვეწებითო 66 კილოგრამში გადამიყვანეთო, რაზეც რა თქმა უნდა უარი უთხრეს და ბოლო-ბოლო ხელი ჩაიქნია და დაიწყო მზადება უკვე სრულყოფილად 70 კილოგრამისთვის. Dana and Sean, I'm ready. I want to go back to my division. That's where I'm going to be the champion at 145. Whenever you want to put me, I'm ready. დაი ჩარლზ ოლივერა ხვდება ჯიმ მილერს. სწორედ იმ ჯიმ მილერს, რომელმაც 2010 წელს მას მოუგო ფეხზე მტკივნეულით, მაგრამ ამერიკას ამჯერად არანაირი შანსი არ ჰქონდა დუ ბრონქსის ახალ ვერსიასთან და მან პირველივე წუთზე ზურგიდან ეფექტურად დაახრჩა და რა თქმა უნდა კიდევ ერთი ბონუსი. From Jim Miller trying to fight off this choke. It's over. He's not fighting the hit. Trying. Behind the head yet? Oh, yeah, it's over. It's over. There's the tap. Charles Oliveira does it again. And he had already broken. 2019 წელს დუ ბრონქსი ხვდება ამომავალ ვარსკვლავს დევიდ ტეიმურს, რომელიც 5 ზედზედ გამარჯვებით მოდიოდა UFC-ში და წაგება საერთოდ არ უნახია, მაგრამ დუ ბრონქსმა ის დაახრჩა. რითიც კიდევ ერთი ბონუსი გაიფორმა. It's a 9-9 round, but perhaps a 10-8. Forearm shiver there from Oliveira. This is it. Who's letting go? Charles Oliveira trying to end the fight. Tamer with the Hail Mary, but look out! He's trying for another submission, and there is the turn. He continues to pile onto it. ამავე წელს ბრაზილიელი ხვდება ნიკ ლენს მესამეჯერ. მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩათვალეთ და ნუ მოკლედ პირველი რაუნდი ძალიან მაგრად დაღეჭა, მაგარი დომინაცია იყო და მეორე რაუნდში უკვე პირდაპირ უძლიერესით თავს აგლეჭდა და კიდევ ერთი გამარჯვება და მეხუთე გამარჯვება ზედიზედ 70 კილოგრამში. Big right from Oliveira. Hammer fist. Nick Lentz is down. Charles "Du Bronx" Oliveira doesn't wrap him up. He knocks him out. ამავე წელს ოლივერამ კიდევ ერთი ბონუსი მოიპოვა, სადაც წუთნახევარში დაანოკაუტა ჟერარდ გორდონი. Follow that a lot. He's on Instagram. If you give him a follow, you see he's been working on that a lot. Oh, wow. Gordon down. Wow. Power from Charles Oliveira. Another knockout. His second of the year. This guy continues to get it done. 2020 წელი მძვინვარებს პანდემია, ოლივერა კი ხვდება კევინ ლის. ეს კაი ბრძოლა იყო, 3 რაუნდიანი ბრძოლა იყო, სადაც ბევრად უკეთესი იყო დუ ბრონქსი და მესამე რაუნდში მან თავისი ოპონენტი კიდევ დაახრჩა და კიდევ ერთი ბონუსი მოიპოვა. Right hand is connecting every time. Oh, gonna wash that neck. This is bad. This is bad. Here. He's gonna Oliveira forces the tap. Charles Oliveira, another submission. He extends the record. ეს იყო 7 ზედიზედ გამარჯვება და 7 ბონუსი, რა თქმა უნდა და ამ ბრძოლის მერე ოლივერა აკეთებს საქველმოქმედო აქცია და ბოლო ბონუსიდან ეხმარება გაჭირებულ ოჯახებს პანდემიის დროს და არიგებს საკვებს. 2020 წლის დეკემბერში, 3 კვირით ადრე ოლივერა იღებს გამოწვევას და ხვდება ტონი ფერგინსონს, ყოფილ UFC-ს ჩემპიონს, რომელსაც 12 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა
უბრალოდ სატიტულო ბრძოლა მან წააგო ჯასტინ გეიჯთან, ეს ბოლო წინა ბრძოლა იყო. ის იყო ნამდვილი მონსტრი. ეს აი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო, იმიტომ რომ ესეთი მძიმე ოპონენტი მას არასდროს არ შეხვედრია და ადამიანი, რომელიც დაიბადა იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება ავანტყოფი უნდა ყოფილიყო, მას შანსი ჰქონდა გამختارიყო UFC-ის ჩემპიონი და ამისათვის ერთი ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი, რომ ამ ოპონენტისთვის უნდა მოეგო და მერე ექნებოდა მას უკვე სატიტულო ბრძოლა. მებრძოლებმა რაუნდი დაიწყეს დგომში, სადაც გაცვალეს რამოდენიმე დარტყმა, დუბრონქსი თითქოს უფრო ეფექტური იყო. მან ტონის ფეხიც გაუტარა და 1-2 კაი ჯებიც. შემდეგ ოლივერამ ეფექტური გდება შეასრულა და რაუნდის ბოლომდე ზედეჯდა ფერგიუსონს და აკონტროლებდა. 10 წამი რო იყო დარჩენილი, დუბრონქსმა არმბარი გაუჭიმა ტონის ცოტაც და ის ხელს მოგლეჯდა მას, მაგრამ ფერგიუსონმა გაუძლო გონგამდე. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია UFC-ის ისტორიაში. ალბათ მებრძოლთა 99% ამ ტკივილს ვერ გაუძლებდა და დანებდებოდა. მეორე რაუნდშიც ოლივერამ პირველივე წამებზე დარტყმის და ტეიქდაუნის ერთობლივი კომბინაციით გადაიყვანა ტონი პირველ სართულზე და აქაც მთელი ეს რაუნდი დუბრონქსი აკონტროლებდა და დომინირებდა. ეს მეორე რაუნდიც ასე დაასრულა ჩარლზმა თავის სასარგებლოდ. მესამე რაუნდშიც დიდად არაფერი შეცვლა. პირველ წუთზე მებრძოლებმა დგომში გაატარეს და შემდეგ ოლივერამ ულამაზესი გდებით გადაიყვანა შერკინება ძირს, სადაც ის უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. ტონი ცდილობდა ამოძრომას, მაგრამ ჯიუ-ჯიტსუს ოსტატი არ აძლევდა მას ამის საშუალებას. მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ოლივერამ მოიპოვა თავისი მერვე ზედიზედ გამარჯვება და რაც მთავარია მოიპოვა სატიტულო ბრძოლა. ის თავისი ოცნების ახდენასთან ერთ ნაბიჯში იდგა. Charles "The Bronx" Oliveira. ამ ბრძოლიდან ერთი წლით ადრე ამ დივიზიონში ჰაბიბმა მესამეჯერ დაიცვა თავისი ტიტულის და განაცხადა, რომ საერთოდ ანებებს ამ სპორტს და ტიტული უკვე ვაკანტური იყო და UFC-მ გადაწყვიტა, რომ უნდა შეხვედროდნენ სატიტულო ბრძოლით ჩარლზ ოლივერა და მაიკლ ჩენდლერი. დასტინ პორიას ალბათ დიდი წყენა ჰქონდა, რატო არ არის თვითონ ამ ბრძოლაში, მაგრამ ეთყობა UFC-მ გადაწყვიტა იმ მებრძოლების ერთმანეთთან დაჯახება, რომლებსაც არ ჰქონდათ ჰაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა. ჩენდლერი მაგ დროს ცნობილი იყო ბელატორის ორგანიზაციიდან, სადაც ის 6-ჯერ გახდა ჩემპიონი. შემდეგ ორი ბრძოლა ჩაატარა სტრაიკფორსში და ორივე ფინიშით მოიგო. მერე გადმოვიდა UFC-ში, პირველივე რაუნდში გათიშა დენ ჰუკერი და მზად იყო ებრძოლა ტიტულზე ოლივერასთან. აი რატომ მომწონს ჩარლზ ოლივერა? ის ძალიან კეთილი და წესიერი და ძდილობიანი ადამიანი არის რა. თავის ცხოვრებაში ტრეშტოკით არასდროს არ იყო დაკავებული და აი შენ თავზე მოგაგლიჯავ და სახეს აგაძრობ და ესეთი რაღაცები ცხოვრებაში არ ქონდა და 2021 წელს 15 მაისს ის ადის ოქტაგონზე ჩენდლერის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა პირველს რას აკეთებს მიდის და ჯერ ჩენდლერს ესალმება, მერე დაუვლის სულ ყველას მაგის გუნდის წევრებს იმათ ხელს ჩამოართმევს და მერე იწყებს ბრძოლას. არადა ტიპი ადის ომზე, მაგრამ აი არ ივიწყებს ზრდილობას და პატივისცემას და მაგიტომ აი ძალიან დიდ პატივისცემს მე ამ ბრძოლას. და ჩარლზ ოლივერას ცხოვრებაში დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. მან ამ დღისთვის ბევრი ტანჯვა და მარცხი გადაიტანა. მას არ ჰქონდა წაგების უფლება. ბრძოლის პირველივე წამებზე ოლივერამ ფეხით მოცელა მეტოქე. ჩენდლერმა ერთი კარგი მოარტყა, ოლივერა არ დაიბნა და შეუვარდა ფეხებში, სადაც იქვე გილიოტინაში მოყვა. თუმცა მოახერხა და ამ სახიფათო ილეთიდან გამოძვრა. ჩარლზმა მოახერხა და ზურგიდან აიყვანა ამერიკელი. აქედან მას შეეძლო დაეხრჩო მეტოქე, რასაც ცდილობდა კიდეც. მაგრამ ჩენდლერს ყოფნის ზალა და ის დგება ფეხზე ზედაკიდული ბრაზილიელით და ზურგზე ახეთქებს მას თავისი წონით ზედ დამატებული. ჩარლზმა ის მაინც არ გაუშვა. მას კარგად ჰქონდა ფეხებით დაჭერილი ამერიკელი. ამის მიუხედავად ჩენდლერი დგება და ახერხებს და უძლიერესი ოვერჰენდით აქცევს ოლივერას და 2 წუთის განმავლობაში, რასაც ქვია ცემს ბრაზილიელს. ამ რაუნდს ამერიკელი უპირობოდ იგებს. ოლივერას ოცნებები იმსხვრეოდა. ყველას ეგონა, რომ ჩარლზი ამ რაუნდს ვერ გადაიტანდა, მაგრამ მან ამ თავდასხმას გაუძლო. მეორე რაუნდში ოლივერამ პირველივე წამებზე მოახერხა და მარჯვენა ჰუკით წააქცია ჩენდლერი. აქ უკვე დუბრონქს ვეღარავინ გააჩერებდა. მან შეუტია და შეუტია ამერიკელს. ეს იყო შთამბეჭდავი ნოკაუტი. ჩარლზ ოლივერა როგორც იქნა UFC-ის ჩემპიონი გახდა. ის სიხარულით აღარ იცოდა სად წასულიყო, ჯერ როგანთან მივარდა და ესაუბრა, მერე დანა ვაიტს ეცა. ორგანიზატორები ცდილობდნენ ოლივერას ოქტაგონში შეყვანას, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ოქტაგონზე რო ავიდა, მუხლებზე დგომით გამოხატა პატივისცემა ჩენდლერის მიმართ. მისი ოცნება ახდა, ის UFC-ის ჩემპიონია და მისი ოჯახის წევრები ცხოვრებაში აღარასდროს აღარ იქნებიან მშივრები. ეს დიდი გამარჯვება იყო.
პატივისცემა, შენ ძმაო, შენ დიდებული ჩემპიონი ხარ, მაგრამ ეს დღე ჩემი დღე იყო და მე გავიმარჯვე. ამისათვის დიდ მადლობას უფალს ვუხდი. ჩემო სამშობლო, იხარე, ჩვენ ეს შევძელით, ეს კამარი ჩვენია. Porque ele tá com a gente hoje. ჩარლზ ოლივერას სამშობლოში დახვდნენ როგორც ჩემპიონს რა ამ ბიჭით ამაყობდა სულ ყველა მთელი ბრაზილია თავისი მეგობრები მშობლები ის გაჭირვებული ხალხი ფაველებიდან და პირველი რა გააკეთა კაცმა პირველი აიღო და იყიდა უამრავი ტანსაცმელი და საჭმელი და დაუვარა თავის ფაველებს თავის უბნებს და ეს ყველაფერი თავისი ხელით სულ ყველას დაურიგა და ააშენა ჯიუ-ჯიტსუს დარბაზი სადაც მოზარდებს დღემდე ავარჯიშებს უფასოდ მოკლედ ესეთი ადამიანისთვის ესეთი გამარჯვება აი მართლა ალალია რა ღირსი არის იმიტომ რომ ამ გამარჯვებით ის აკეთებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს მერე კიდე და მომავალში და ეხლაც იგივე საქმით არის დაკავებული მაგრამ ოლივერას ისტორია ამაზე არ მთავრდება მას თავისი ტიტული უნდა დაეცვა და 2021 წლის დეკემბერში ის ხვდება არანაკლებად ძალიან მაგარ მებრძოლს ყოფილ UFC-ს ჩემპიონს დასტინ პორიეს რაც შეეხება დასტინ პორიეს მან 2019 წელს მოიპოვა მსუბუქ დივიზიონში ტიტული სადაც 5 რაუნდიან ბრძოლაში მოუგო მსაჯების გადაწყვეტილებით მაქს ჰოლოვეის ამავე წელს შეხვდა ტიტულის დაცვით ჰაბიბ ნურმაგომედოვს და მესამე რაუნდში წააგო ჰაბიბმა მოახერხა და შეძლო პორიეს დახრჩობა 2020-ში პორია უგებს მსაჯების გადაწყვეტილებით დენ ჰუკერს 2021 წლის ზამთარში პორია ლეგენდარულ მაკგრეგორს ხვდება და მეორე რაუნდში მას ანოკაუტებს UFC კონორს ეგრევე რევანშის საშუალებას აძლევს და ამავე წლის ზაფხულში დასტინი მეორეჯერ ხვდება მაკგრეგორს და პირველივე რაუნდში უგებს მას. მაკგრეგორმა ფეხი მოიტეხა და UFC-მ დაღეჭილი ირლანდიელი ფიზიკურად ვერ გაუშვა მეორე რაუნდზე და ამავე წლის დეკემბერში პორია ხვდება სატიტულო ბრძოლით ჩარლზ ოლივერას. სხვათა შორის ოლივერა ამ შერკინებაში ანდერდოგი იყო და წამყვანი მებრძოლების უმრავლესობა იძახდა რომ პორია მოიგებს. დასტინს შთამბეჭდავი ისტორია აქვს, ის დიდებული ჩემპიონია და მე მიხარია მასთან შეხვედრა. პორიამ ორჯერ მოუგო კონორს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ამ ბრძოლაში უკეთესი იქნება. ორივე კაი მებრძოლია, მაგრამ პორიას მეტი შეუძლია და ვფიქრობ, რომ დასტინი ბოლო რაუნდებში დააფინიშებს ოლივერას. ჩარლზი ჩემპიონია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შანსები 60-40-ზეა. პორიას სასარგებლოდ. ძალიან საინტერესო ბრძოლა გველის. ვინც მზად არის თავი გაწიროს, ის მოიგებს. მე მზად ვარ ამისთვის. ოლივერა მაგარი მებრძოლია, თავისი უდიდესი გამოცდილებით. კონზედევს ჩემი და მისი მემკვიდრეობა. ჩარლზ ოლივერა ჯერ მივიდა პორიესთან ჩაეხუტა მას, მერე მიესალმა დასტინის ყველა გუნდის წევრებს და ბრძოლა დაიწყო. დაიწყო დარტყმების გაცვლით, სადაც პორიამ მოახერხა ოვერჰენდით ბრაზილიელის წაქცევა. პირველ რაუნდში ჩანდა, რომ პორია დგომში უფრო უკეთესი იყო და უფრო ხშირად ხვდებოდა მიზანში. რაუნდის ბოლოს მან ოლივერას დანოკდაუნებაც შეძლო. ამ რაუნდის დასრულებამდე დასტინმა კიდე შეძლო რამოდენიმეჯერ თავის სასარგებლოდ გასროლა, ჩარლზმაც ნახტომში მუხლით კარგად იმუშავა და ეს რაუნდი დასრულდა. მეორე რაუნდის პირველი წუთები მებრძოლებმა კლინჩი გაატარეს, საიდანაც ოლივერა ახერხებდა დარტყმების განხორციელებას. შემდეგი 4 წუთის განმავლობაში მებრძოლებმა პარტერში გაატარეს, სადაც რაუნდის ბოლომდე ჩარლზი აკონტროლებდა პორიას და ძალიან კარგად მუშაობდა იდაყვებით. თუ პირველი რაუნდი პორია უკეთესი იყო, მეორე რაუნდში ოლივერა აშკარა უპირატესობით დომინირებდა. მესამე რაუნდში ოლივერა ჩამოეკიდა პორიას ზურგიდან და მდგომიარე მებრძოლი დაახრჩო. ეს იყო დუბრონქსის მიათეზედიზედ გამარჯვება, სადაც მან დაიცვა თავისი კამარი და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ის საუკეთესოა. მე მინდა შენ $20,000 გადმოგცემ. უთხარი რომ ვიცი ის გაჭირვებულებს ეხმარება. ეს ფული მან თვითონ გადაწყვიტოს ვის მისცემს.
ჩარლზ ოლივერა UFC-ის ჩემპიონია და თავისი ტიტული მან დაიცვა. ის ამაზე არ ჩერდება და ხვდება ტიტულის დაცვით ჯასტინ გეიჯს. აგრესიულ მებრძოლს, რომელმაც ჯერ UFC-ის დროებითი ხამარი მოიპოვა, სადაც დაანოკაუტა ტონი ფერგიუსონი, შემდეგ ნამდვილ ტიტულზე დამარცხდა ჰაბიბთან, სადაც დაღესტნელმა მას მახრჩობელით მოუგო და შემდეგ გეიჯი მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო ბრძოლა ჩენდლერს. და აქ ხდება ყველაზე ცუდი რამ, რაც კი შეიძლება მომხდარიყო ჩარლზ ოლივერას ცხოვრებაში, იმის გარდა რომ ის იწვა საავადმყოფოში, რა თქმა უნდა. ტიტული აქვს სტივს და მოდის საწონებზე ბოლო, მაინც ბოლო მოდის და აბარებს წონას და ვერ აბარებს. ამ წონას ის აღმოჩნდა 200 გრამით უფრო მძიმე. წესით ტიტული უნდა ჩამოართვან და UFC-ის ისტორიაში ესეთი რაღაცა არასდროს არ მოხდარა და მაგიტომ UFC-ის ხელმძღვანელობამ უთხრა წადიო რაღაცაო, რა ვიცი, მოფსი, რაღაცა კენიო ირბინეო და მოდიო და კიდე აგწონითო და 1 საათის განმავლობაში ოლივერა არ იყო, არ ვიცი, ჭამდა თუ სვავდა თუ რას აკეთებდა, მოვიდა და კიდე 200 გრამით უფრო მეტი იყო და UFC-მ საწყალს ეს ტიტული ჩამოართვა. მოკლედ ეს ტიტული ჩამოართვეს ჩარლზ ოლივერას, მაგრამ ბრძოლა მაინც არ გადადეს და ეს ბრძოლა 2022 წლის მაისში მაინც შედგა. აქაც ოლივერამ არ უღალატა თავის ტრადიციებს, მიესალმა გეიჯის და მიესალმა მთელ მის გუნდს. მებრძოლები პირველივე წამებზე შეუვარდნენ ერთმანეს დარტყმებით ცვლაში, სადაც გეიჯი მოახერხა და დარტყმით წააქცია ბრაზილიელი. ოლივერა ადგა, გაუცვალა მეტოქეს დარტყმები და კიდევ წაიქცა. გეიჯი მიცოდა რა შეეძლო დუბრონკს პარტეში, ამიტომ მას არ მიყვებოდა ძირს. კიდევ ერთი ცვლა დგომში, სადაც ოლივერა უკეთესი იყო. მან მახრჩობელის ცდელობა განახორციელა და თავით ჩაარჭო გეიჯი ძირს. ჯასტინის მიზანი იყო, როგორც ჩანდა, ერთი დარტყმით გაეთიშა თავისი ოპონენტი. ამიტომ ყველა დარტყმაში მთელ ძალას ატანდა. და იმ მესამე წუთის ბოლოს ოლივერა პირდაპირ ჯებით ანოკდაუნებს მეტოქეს, აყავს ის ზურგიდან მახრჩობელაზე და ტრადიციულად აფინიშებს მას. ძალიან საწყენია ოლივერამ ესეთი უაზრო რაღაცის გულისთვის, რომ დაკარგა თავისი ტიტული, მაგრამ რა ვქნა, წესებია. ეხლა ძალიან სწრაფად გავირბენთ ჩარლზ ოლივერას ჩუბებს, თორე ეს ვიდეო გაგრძელდება უკნისამდე. მოკლედ 2022 წელს ისლამ მახაჩევს ხდება უკვე სატიტულო ბრძოლით, სადაც მეორე რაუნდში ისლამ მახაჩევი ახერხებს და ახრჩობს ჩარლზ ოლივერას. სხვათა შორის ისლამ მახაჩევზე და მის ცხოვრებაზე და ბიოგრაფიაზე ვიდეო მაქვს გაკეთებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს არხზე და ნახოთ ეს ვიდეო. ამის მერე ოლივერა ხვდება UFC-ის ვეტერანს ბენილ დარიუშს და პირველივე რაუნდში ანოკაუტებს მას. 2024 წლის აპრილში კი დუბრონკსი ხვდება ახალ ქალაქელ არმან სარუკიანს და მსაჯების გადაწყვეტილებით ამ ბრძოლას აგებს, იმიტომ რომ სარუკიანი უფრო უკეთესი იყო. არა და ისეთი თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ სარუკიანი უფრო უკეთესი იყო და სარუკიანზე ისტორია, ბიოგრაფია და მისი ყველა ჩხუბი მაქვს გაკეთებული ვიდეო და აქაც შეგიძლიათ გადახვიდეთ არხზე და ნახოთ. ამავე წლის ნოემბერში ოლივერა ხვდება სარევანშო ბრძოლით მაიკლ ჩენდლერს, სადაც 5 რაუნდს ჩხუბობენ და მსაჯების გადაწყვეტილებით იგებს. იმის მიუხედავად, რომ ერთ რაუნდში ერთ მომენტში ჩენდლერმა ისე დაუშვა, რომ აი კინაღამ გათიშა, მაგრამ დანარჩენი 4 რაუნდი ეს უფრო დომინირებდა, მით უმეტეს პარტერში, ზედაკიდებული დადიოდა ჩენდლერი, ამით ხელს არ უშვებდა კისრიდან და მოკლედ ამ ბრძოლას ჩარლზ ოლივერა იგებს. ჯერ ოფიციალურად არ არის დამოწმებული ჩარლზ ოლივერა შეხვდება თუ არა ილია თოფურიას, მაგრამ ილია თოფურიას რო შეეკითხო, ილია თოფურიას პირდაპირ სატიტულო ბრძოლა უნდა ისლამ მახაჩევთან, მაგრამ ისლამ მახაჩევი იძახის, რომ ის მას არ ეკუთვნის ჩემთან ბრძოლაო. არადა მახსენდება ერთი მომენტი, როდესაც ის მაიკანოსთან იჩხუბა, სარუკიანთან ჩხუბი რო გადაიდო, რო კითხეს აი ამასე ჩხუბებიო შენო და მეო პრობლემა არ მაქვსო, ვისაც UFC მეტყვისო, იმას ვეჩხუბებიო, პრობლემა არ მაქვსო და აი ეხლა გეუბნება UFC მიდიო ილიასთანო, ეხლაც პრობლემა არა გაქვს, მაგრამ სხვა თემა. ასევე სარუკიანის ვარიანტი არის ცოტა ისეთი ვარიანტი რა, ანუ ძალიან უსამართლოდ ექცევიან ბიჭს, ჰქონდა მას ბრძოლა ისლამ მახაჩევთან ჩანიშნული და ეხლა საერთოდ ჩატეხეს. ეხლა დანიელ კორმიე იძახის, რომ ჩარლზ ოლივერას და ილიას შორის გამარჯვებული შეხვდება ისლამ მახაჩევს. მოკლედ დიდი ბიზნესია, რა მკითხავი უნდა იყო ყავაზე რაღაცა რომ გაარტყა ვინ ვის ხვდება, ჩვენ ნახდათ არ ვიცით ვინ ვის ხვდება, ეს
უბრალოდ მოსაზრება, მაგრამ თუ მოხდა ჩარლზ ოლივერას და ილიას შორის ბრძოლა, დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, ვინ როგორ მოიგებს. მე კიდევ ამით გემშვიდობები და დიდი იმედი მაქვს, რომ გაგარკვიეთ ამ დივიზიონში და ამ ჩარლზ ოლივერას შთამბეჭდავი ისტორია გაგაცანით, იმიტომ რომ ჩარლზ ოლივერას სინამდვილეში რო შეხვდეს ილია თოფურიას, რა თქმა უნდა ილია თოფურია შეჭამს მაგას ზულებიანად, მაგრამ ჩარლზ ოლივერას ძალიან დიდი სიმპათია მაქვს, იმიტომ რომ ადამიანი ნოლიდან შექმნა თავისი მომავალი.